საოცარია, რომ ჩვენს თვალწინ იზრდება ხალხურ მედიცინაში ათასწლეულების მანძილზე ცნობილი, უამრავი ჩივილის მკურნალი ულამაზესი მცენარე, ქერიფქლა და ჩვენს დროში კი ამ ცოდნას თითქმის მხოლოდ ფარმაინდუსტრია იყენებს. თანაც ისეთი ცნობილი იყო, რომ დედები განსაკუთრებით ბრონქიტის და სხვა რესპირატორული პრობლემების დროს შვილებს სწორედ მას აძლევდნენ, ჩვენ კი არათუ მისი გამოყენება, მისი სამკურნალო თვისებების შესახებაც კი არ ვიცით. გამიზნულად ხდება თუ არა ადამიანების ფარმაინდუსტრიაზე მიბმა, ამაზე მსჯელობას შეთქმულების თეორეტიკოსებს დავუთმობ, მე კი შევეცდები ეს ინფორმაციული ვაკუუმი ოდნავ მაინც შევავსო. მაშა ასეთ დღეს ქერიფქლაზე, იგივე ვერბასკუმზე მინდა გესაუბროთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ მცენარის ყვავილების ერთ-ერთი მთავარი გამოყენება არის რესპირატორული ჯანმრთელობის მხარდაჭერა. მაგალითად, ქერიფქლას გამხმარ დაჭრილ ფოთლებს ტრადიციულად ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად ჩიბუხით ეწეოდნენ კიდეც. ეს დღემდე გავრცელებული გამოყენებაა გერმანულ ხალხურ მედიცინაში, სადაც ტრადიციულად ვერბასკუმი გამოიყენება როგორც ხველების სგაცივებისა და ბრონქიტის სამკურნალო საშუალება, რომელსაც გაღიზიანებული ლორწოვანი გარსების და მამებელი ეფექტი აქვს. მისი გამხმარი ყვავილებისგან მოხარშულ ჩაის ამოსახველებელი და სასუნთქი გზების გამხსნელი მოქმედება აქვს. მათთვის, ვისაც ყურის ტკივილი და ინფექციები აწუხებს, ვერბასკუმის ყვავილებით გამდიდრებული ისეთი ათასწლეულების მანძილზე მრავალგზის ნაცადი საშუალებაა. ამ ყვავილებს თავიანთი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ტკივილის შესამსუბუქებლად და ინფექციასთან საბრძოლველად შესანიშნავი ეფექტი მოაქვს. ვერბასკუმის ზეცნიორთან ერთად ნაზად ატბობენ და შედეგად მიღებული საშუალება აფთიაქის ყურის წვეთების შესანიშნავი ბუნებრივი ალტერნატივაა. ქერიფქლას ყვავილები აქტიურად გამოიყენება დერმატოლოგიაშიც, სადაც ის თავისი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტის გამო ძალიან ფასობს. ზეთებში ან მალამოებში ჩამატებულს მათ ისეთი დაავადებების განკურნება შეუძლიათ, როგორიცაა ეგზემა, მცირე დამწვრობა და გამონაყარი. ისინი ასევე გაღიზიანებული კანის შეხორცებას და აღდგენას უწყობენ ხელს. ქერიფქლას მნიშვნელოვანი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ახალი კვლევები ხაზს უსვამს ვერბასკუმის პოტენციალს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც მისი ტრადიციული გამოყენების ფარგლებს სცილდება. ყვავილები შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების გარკვეული შტამების წინააღმდეგ, რაც მიუთითებს, რომ ის გარდა ზემოთ აღნიშნულისა იმუნიტეტსაც აძლიერებს. ვერბასკუმის ნაზი, დამამშვიდებელი ეფექტის გამო ის ფართოდ გამოიყენება როგორც რელაქსაციისა და ძილის დამხმარე საშუალება. მისი ყვავილებისგან დამზადებული ჩაი ხელს უწყობს გონებისა და სხეულის დამშვიდებას და კარგ ძილს. ამის გამო ის ბევრი დამამშვიდებელი და უძილობის საწინააღმდეგო პრეპარატის შემადგენელი ნაწილია. ქერიფქლას ყვავილებს თავიანთი ტკივილგამოყუჩებელი თვისებების გამო სამასაჟო ზეთებში ამატებენ და ამ გზით ისინი ისეთი დაავადებების ტკივილებსა და დისკომფორტს ამსუბუქებენ, როგორიცაა ართრიტის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. თანაც ამ ეფექტს სინთეზური ტკივილგამოყუჩებლების ძლიერი გვერდითი ეფექტების გარეშე მიიღებთ. ვერბასკუმი შესანიშნავია ანთებების საწინააღმდეგოდ არა მხოლოდ ყურისა თუ კანის შემთხვევაში. ძალიან კარგ ეფექტს იძლევა ის ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების დროს, შებერილობების, კუჭის გაღიზიანების, სახსრებისა და სხვა ანთებებთან დაკავშირებული პრობლემების დროს შინაგანად, ჩაის ან ნაყენის სახით მიღებულიც. ვერბასკუმს ლიმფურ სისტემაზე დადებით ეფექტსაც მიაწერენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლიმფურ სისტემას ტოქსინების გაფილტრვაში და იმუნური სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმაროს. ლიმფას მოძრაობის სტიმულირებით ის ხელს უწყობს ლიმფური დაგუბებებისა და შეშუპების შემცირებას და ამით ზოგად იმუნიტეტს და დეტოქსიკაციის პროცესს აძლიერებს. ვერბასკუმის დიურეზული თვისებები სასარგებლო გავლენას ახდენს საშარდე გზების ჯანმრთელობაზე. მას შეუძლია ხელი შეუწყოს შარდის ნაკადის გაზრდას და საშარდე გზებიდან ბაქტერიების გამოდევნას. ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკას ან მკურნალობაში, რომლის დროსაც სითხის გაზრდილი გამოყოფა თერაპიული მიდგომის ნაწილია. ვერბასკუმი არა მხოლოდ ძილისა და დასვენების ხელშესაწყობად გამოიყენება, არამედ აქვს ბუნებრივი დამამშვიდებელი თვისებები, რაც ნერვული მოუსვენრობის დასამშვიდებლად და შფოთვითი სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოგადგებათ. ფინჯანი ქერიფქლას ყვავილების ჩაიმ შეიძლება იგივე მოქმედება იქონიოს, რაც აფთიაქში ნაყიდმა ძილის წამალმა და ბუნებრივად დაგიამოთ ნერვული სისტემა და დაძაბულობა მოგიხსნათ. ვერბასკუმის მცენარის ყვავილები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებთან საბრძოლველად ოქსიდაციური სტრესისა და ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბოს რისკის შესამცირებლად. ის ნაზად მოგიგوارებთ საჭმლის მომნელებელ სხვადასხვა პრობლემებსაც.
მისი მსუბუქი საფაღარათო თვისებები დაგეხმარებათ ყაბზობის შემსუბუქებაში. ხოლო ლორწოვან გარსებზე დამამშვიდებელი მოქმედების გამო ის ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ანთებების სამკურნალოდ, როგორიცაა გასტრიტი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. საამისოდ ვერბასკუმის ყვავილებისგან დამზადებული ჩაი მიირთვით. ის მნიშვნელოვან შვებას მოგგვրით. ალბათ დაგებადათ კითხვა, როგორ უნდა შეაგროვოთ და გამოიყენოთ ქერიფქლას ყვავილები. საამისოდ შესანიშნავი დროა გაზაფხულის ბოლო საფხულის დასაწყისში, როდესაც ისინი ყვავის და მათი სამკურნალო თვისებები პიკს ახდენს. მოძებნეთ ჯანსაღი ხასხასა ყვითელი ყვავილები მშრალ მზიან დღეს, იდეალურ შემთხვევაში ეს დილით ნამის აორთქლების შემდეგ გააკეთეთ. ყურადღებით შეარჩიეთ ყვავილები, ფრთხილად იყავით, რომ მცენარე ან მიმდებარე ეკოსისტემა არ დააზიანოთ. ყვავილების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მოსავლის აღება იმ ადგილებში, რომლებიც დაბინძურებული არ არის და პესტიციდებს არ შეიცავს. შეგროვების შემდეგ ყვავილები მათი სამკურნალო თვისებების შესანარჩუნებლად კარგად უნდა გაშრეს. გაანაწილეთ ისინი სუფთა ზედაპირზე ან საცერზე კარგად ვენტილირებად, ბნელ ოთახში. მას შემდეგ, რაც ყვავილები მთლიანად გაშრება, რასაც ჰაერის ტენიანობის და მიხედვით ჩვეულებრივ რამდენიმე დღიდან მაქსიმუმ 1 კვირა დაჭირდება, ყვავილები მზის პირდაპირ სხივებისა და ტენიანობისგან დაცულად ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ. ყველა წესის დაცვით გამხმარი და შენახული ყვავილები ეფექტურობას მთელი წელი შეინარჩუნებს. ვერბასკუმის სარგებლის მისაღებად მისგან ჩაი ასე მოამზადეთ. 1-2 ჩაისკოვის ვერბასკუმის გამხმარ ყვავილებს 1 ჩიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10-15 წუთი დააცადეთ. კარგად გადაწურეთ, რომ წვრილი ბუსუსები შიგარ დარჩეს, რამაც შეიძლება ყელი გაგიღიზიანოთ. ხველისა და ანთებების შესამსუბუქებლად, ნერვების დასამშვიდებლად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების, ან ართრიტის ტკივილების დასაამებლად ეს ჩაი დღეში 2-3 ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ. როგორც მოგახსენეთ, გარეგნული მოხმარებისთვის, ყურის ინფექციების, კანის დაავადებების ან სახსრების ტკივილის დროს ვერბასკუმის ზეთი ძალიან ეფექტური საშუალებაა. ამ ზეთის მოსამზადებლად ქილა გამხმარი ვერბასკუმის ყვავილებით სანახევროდ გაავსეთ. გაავსეთ ქილა ზეითუნის ან ტკბილი ნუშის ზეთით. გარდა ამისა, ყვავილები მთლიანად ზეთში უნდა იყოს ჩაფლული. დახურეთ ქილა და განათავსეთ იგი თბილ, მზიან ადგილას 2-4 კვირის განმავლობაში, რათა ზეთი ყვავილების თვისებებით გაიჟღინთოს. გადაწურეთ ზეთი წვრილი ბადის, საცრის ან ოთხმაგი მარლის საშუალებით, რომზეც არაფერი შეჰყვეს. სუფთა ჰერმეტულ ბოთლში და გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ. ეს ზეთი შეიძლება გამოყენებული იქნას ყურის წვეთების სახით ყურის ტკივილის დროს, შეგიძლიათ პირდაპირ კანზე გამონაყარის ან დამწვრობის დროს წაისვათ, ან მტკივნეულ სახსრებსა და კუნთებში შეიზილოთ. ვერბასკუმის სასარგებლო თვისებების, განსაკუთრებით მისი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით სარგებლობისთვის გამოსაყენებლად ეფექტური და მოსახერხებელი გზაა მისი ნაყენი. ხველების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში ამ ნაყენის დაახლოებით 10 წვეთი დღეში რამდენიმეჯერ შაქარზე, ან ნელტბილ ჩაიში ჩაუმატეთ და ისე მიიღეთ. ნაყენის დასამზადებლად ასე მოიქეცით. ვერბასკუმის ახალი ყვავილები ჩაყარეთ ხრახნიან ქილაში და 40 ან მეტი პროცენტიანი სპირტი დაასხით. ყველა ყვავილი უნდა დაიფაროს. მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში თბილ და ნათელ, მაგრამ მზის პირდაპირი დასხივებიდან დაცულ ადგილას დადგით. რეგულარულად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ კარგად გადაწურეთ, რომ ბუსუსები არ შეჰყვეს და მუქ პოთლებში გადაიტანეთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.